ძალიან მოკლედ მიზეზზე თუ რატომ გამოაგორეს გუშინ გომელაური, რომელმაც ერთი შეხედვით გააკეთა განსხვავებული განცხადება, ვიდრე ამას დინარაძე კობახიძე და მათი ქოცები აკეთებდნენ მთელი დღის მანძილზე და ვიდრე სუსის განცხადებაში წერია, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, ეს არის ზუსტად ის განცხადება, რომელიც შეაშველებს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ხელს მაშინ, როდესაც BBC-ს ეს გამოძიება კონკრეტულად აისახება მათ ეგრეთ წოდებულ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე სანქციებით. ამასთანავე გომელაურმა ფაქტობრივად მისცა ჩვენება პროპაგანდისტულ TV-იმედს. ამ ყველაფერზე ლევან ხაბეიშვილი 6 თვის წინ აპრილში საუბრობდა. სანქცირებულ ხალხს ნენელა ჩამოიშორებენ. აგერ თქვენ ეთერში შემდეგი ვინ იქნება? იქნება გომელაური. შემდეგი ანუ ამ ჭინკებს ყველას ბიძინა ივანიშვილი გადაყლაპავს. გომელაური არის რომ როგორი ის არის ხო ცინიზმი ბიზნეს ეს უყვარს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო წლების განმავლობაში და კრიმინალებს მიუგდა საჯიჯგნად პირდაპირ მნიშვნელობით კრიმინალებს აბსოლუტური მწვანე აქვთ აკაჩაონ გომელაური და პერიოდულად იბარებენ ეს არ იყო ერთი შემთხვევა ბიზინა ივანიშვილი საკუთარი თავის და ფულის გადასარჩენად იყენებს ყველას და ყველაფერს ცხადია გომელაურიც არის მასთან ანგარიშვალდებული და როგორც უკვე მოვისმინეთ მას ეგრეთ წოდებული კრიმინალები აკაჩავებენ და ამ დაკაჩავების შედეგი ვიხილეთ გუშინ ის განცხადება რაც მან გააკეთა არ დაგვაუწყდეს რომ ეს უკვე გააკეთა მსგავსი მან როდესაც გახარიას წინააღმდეგ